მოგესალმებით გოგონებო. ამ ვიდეოში ვისაუბრებ 75 დღიანი ჩელენჯის გამოყენების ინსტრუქციაზე. აქ მაქვს ყველა კითხვა, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში გაჩნდა, ამიტომ დავიწყოთ. პირველი კითხვა: რა არის 75 დღიანი ჩელენჯი და რისთვის გამოიყენება ის? 75 დღიანი ჩელენჯი ეს არის 75 ვარჯიშის ერთობლიობა, არის ზუსტად 75 ვიდეო და გრძელდება 75 დღე. ყოველ დღე ასრულებთ ერთ ვიდეოს. პროგრამაში გავაერთიანე მთელი სხეულის ვარჯიშები, ვინაიდან არ მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაცა კონკრეტულ ნაწილზე დატვირთვა, ამიტომ მთელი კვირა ისე მაქვს გაწერილი, რომ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 7-ვე ვარჯიშს რომ გააკეთებთ, გამორიცხულია სხეულის რომელიმე ნაწილი დარჩეს დატვირთვის გარეშე. ვავარჯიშებთ ყველაფერს, ვავარჯიშებთ ფეხებს, ვავარჯიშებთ საჯდომს, ვავარჯიშებთ მუცელს, ზედატანს, მკერდს, ხელებს, ზურგს, აბსოლუტურად ყველაფერს. რისთვის გამოიყენება ეს ჩელენჯი? ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. პირველი ჩანაფიქრი რაც იყო და თქვენთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი რაც უნდა იყოს, არის ჯანმრთელობა. ჯანმრთელი სხეულისთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. აქ არ არის წონაში კლებაზე და წონაში მატებაზე საუბარი, რომც არ გქონდეთ აქედან რომელიმე მიზანი, ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. სიცოცხლე არის მოძრაობაში. ზოგადად ჩვენს ორგანიზმს პრობლემები სწორედ მაშინ უჩნდება ხოლმე, როდესაც ჩვენ ძალიან არააქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობთ. ან ჯდომიარე სამსახური გვაქვს. ეს ყველაფერი და ამ ყველაფრიდან გამოწვეული შემდგომი ჯანმრთელობის პრობლემები რომ ავირიდოთ თავიდან, აუცილებელია რომ სხეულმა იმოძრაოს, აუცილებელია რომ ვივარჯიშოთ. არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ დღევანდელ ყოფაზე, აი დღეს როგორ გამოვიყურებით, მოგწონს თუ არა ჩვენი სხეული, მოგწონს თუ არა ის, რასაც ვხედავთ სარკეში. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ცოტა უფრო წინაც, როგორ ვიქნებით პირობითად, როდესაც გადავაბიჯებთ უკვე 70 წელს, ხო? აუცილებელი არის ფიზიკური დატვირთვა, რომ შემდგომ აი ამ წლების მატებასთან ერთად თქვენ შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა. შემჩნეული გექნებათ ალბათ, რომ მოხუცები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება იყვნენ ხოლმე აქტიური და შემდგომ უკვე ესეთ ხანდაზმულ ასაკში ინარჩუნებენ ხოლმე ფიზიკურ დატვირთვას, ბევრად უფრო კარგად გამოიყურებიან, ბევრად უფრო მეტი ენერგია აქვთ და ძალიან ნაკლებად აწუხებთ ხოლმე ჯანმრთელობის პრობლემებს. და ეს ყველაფერი იქით და იქით კი არ მოდის, არამედ აი აქედან ზუსტად დღევანდელი დღიდან იწყება. დღეს უნდა დაიწყოთ იმაზე ზრუნვა, რომ შემდგომ გქონდეთ უზრუნველი მომავალი და თქვენი სხეული რაც შეიძლება დიდხანს გემსახუროთ. იმიტომ რომ ეს არ არის ის, რასაც გამოვცვლით, ეს არ არის ის, რასაც ახალს შევიძენთ და ასე შემდეგ. ჩვენი სხეული არის მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ჩვენი სახლი და აუცილებელია რომ მას მოუფრთხილდეთ. ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ მართლა გულწრფელად მინდა დაგანახოთ ვარჯიშის მნიშვნელობა. გავაგრძელოთ სხვადასხვა მიზნებზე საუბარი, რა თქმა უნდა გამოიყენება იმისთვის, რომ მოდუნებული სხეული გაამკვრივოთ, იმიტომ რომ როდესაც იწყებთ ვარჯიშს, კუნთი იწყებს ტონუსში მოსვლას და შემდგომ რა თქმა უნდა იქ ფეხები თუ გქონდათ მოდუნებული ან ხელები, აი მოშვებული, რასაც ქვია, ეს ნელ-ნელა დაიწყებს ფორმაში მოსვლას, ნელ-ნელა გამკვრივდება და თავადაც შეამჩნევთ საკუთარ სხეულზე ამას. ჩელენჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ წონაში კლებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ წონაში მატებისთვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ წონის შენარჩუნებისთვის. ასევე უმნიშვნელოვანესი ამბავია გამძლეობა. აი მაგალითად შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ რაღაცა დიდი ასაკი, მაგრამ 10 საფეხურის ავლის შემდეგ უკვე ძალიან იღლებოდეთ, იმიტომ რომ თქვენთვის უჩვეულოა ფიზიკური დატვირთვა. თავად შეამჩნევთ, რომ როდესაც დაიწყებთ ჩელენჯს და ივარჯიშებთ ყოველდღიურად, ესეთი პატარ-პატარა თასკები თქვენთვის აღარ იქნება რთული. კიბეზეც მარტივად ივლით, ფეხით სიარულის დროსაც ნაკლებად დაიღლებით, გულით ნაკლებად ამოგივარდებათ და ასე შემდეგ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ეს ჩელენჯი გამოიყენება დისციპლინის გამოსამუშავებლად, იმიტომ რომ 75 დღის მანძილზე, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს და რა დროც არ უნდა იყოს, მთელი დღის მანძილზე როგორმე უნდა გამონახო დრო იმისთვის, რომ ეს 20 წუთი დაუთმო შენს თავს და ივარჯიშო. ეს არ არის მარტივი ამბავი, ბევრი რაღაცის გადაწევა, გადმოწევა და სხვანაირად მორგება შეიძლება მოგიწიოს იმისთვის, რომ ივარჯიშო. და ეს ყველაფერი 75 დღის მანძილზე გამოგიმუშავებს დისციპლინას. დისციპლინა კი უკვე ყველამ ვიცით, რა ძალიან მნიშვნელოვანი თვისება არის ადამიანისთვის. ნებისმიერი მიზანი, რაც არ უნდა დაისახო, ნებისმიერი მიზანი მიიღწევა დისციპლინით. აქ არ გეყოფა შენ мотиваცია, რომელიც ხან გექნება და ხან არ გექნება, ხან იქნები ხასიათზე და ხან არა, мотиваციის იმედზე ვერ იქნები. შენ გჭირდება დისციპლინა. შემდეგი კითხვა: დღეს რომელ მონაკვეთში უნდა ვივარჯიშოთ? პასუხი არის, რომ ნებისმიერ დროს. მე მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ყველაზე კომფორტული ჩელენჯი, შესაბამისად მე არ დაგიწესებთ დროებს, რომ აუცილებლად დილით, აუცილებლად შუადღეს ან საღამოს. ეს უნდა მოარგოთ თქვენს გრაფიკს. ყველა სხვადასხვა დროს მუშაობთ, სხვადასხვა დროს გავდივართ და შემოვდივართ სახლში, მოკლედ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის სათქმენო ჩელენჯი, რომელიც საკუთარ გრაფიკზე უნდა მოირგოთ, შესაბამისად დღის მანძილზე, როცა გიხერხდებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ ივარჯიშოთ. ყოველ დღე თუ ვერ ვახერხებთ ვარჯიშს, აზრი არ ექნება.
ესე იგი, როგორც გითხარით, challenge-ი ყველაზე ეფექტური არის მაშინ, როდესაც იტვირთებით ყოველდღიურად. დისციპლინის ამბავშიც მანდ არის ზუსტად გათვლა, რომ ყოველდღიურად უნდა გამონახოთ დრო. თუმცა თუ ყოველდღე არ გაქვთ დრო და პირობითად 3-ჯერ კვირაში ან 4-ჯერ, როგორც გაქვთ თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, მაინც კარგია. იმდენი ვილაპარაკე შესავალში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე და რამდენად აუცილებელია ეს ჩვენი სხეულისთვის, რომ როგორ წარმოგიდგენიათ, მთელი კვირის მანძილზე 7-ვე დღე რო არ ივარჯიშოთ, ეგ უფრო უკეთესია თუ პირობითად 3 დღე რო ივარჯიშოთ. რა თქმა უნდა, 3 დღე რო ივარჯიშოთ, ხო? სულ არაობას და სულ არაფერს აბსოლუტურად ყველაფერი ჯობია. ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს უნდა გავაკეთოთ ვარჯიშები? არა, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, challenge-ი არის სათქმენო, შესაბამისად, დღეს დილით გეცალა, ხვალ შეიძლება შუა დღეს გცალია, მერე საღამოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის შენი კომფორტის challenge-ი. მოირგე საკუთარ თავზე, როცა დრო გექნება, მაშინ ივარჯიშე. რაიმე პრობლემის გამო challenge-ის შეწყვეტის შემდეგ, როდესაც უკან დაუბრუნდებით მას, საიდან ვაგრძელებთ? პირველი დღიდან თუ იმ დღიდან, სადაც შევწყვიტეთ. ამაზეც არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ, თქვენი სურვილისამებრ. თითქოს ისეთი მომენტი იყო, რომ რაღაცა კანონებს ეძებთ ჩემიდან და ფიზიკურად არ არსებობს მეგობრებო ეს კანონები და წესები, თავიდან ბოლომდე უნდა მოირგოთ თქვენს თავზე. როგორც გაგიხარდებათ. შეიძლება დღე ან დღეები რომ გამოვტოვოთ და შემდგომ ყველა გაცდენილი ვარჯიში რომ ერთად გავაკეთოთ? აქაც იგივე პასუხი ნახეთ, როგორც გითხარით, challenge-ი ითვალისწინებს ყოველდღიურ დატვირთვას. მაგრამ აი პირობითად შენ იცი რომ ხვალ გექნება ძალიან დატვირთული დღე და ვერანაირად ვერ გააკეთებ. აი მთელი დღე უნდა იყოს სახლიდან გასული ან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი დღე ან რაღაცა. აქაც თავად გადაწყვიტეთ, თუ გინდა რომ ხვალინდელი დღე ჩააგდო ამ კონკრეტული მნიშვნელოვანი დღის გამო, აბსოლუტურად შენი გადაწყვეტილებაა. არ არის არანაირი პრობლემა. თუ პირობითად აი სინდისის ქენჯნა გაწუხებს და არ გინდა რომ ჩააგდო, მაშინ დღეს გააკეთე ეგ ვარჯიში დღევანდელ ვარჯიშთან ერთად. ან შეგიძლია ზეგ გააკეთო 2 ვარჯიში ერთად, ან ეს გამოტოვებული დღე გააკეთო მარტო. მოკლედ, არანაირი წესი და კანონი არ არსებობს, თქვენს კომფორტზე მოიგეთ. შემდეგი კითხვა: რამდენჯერ ვარჯიშობთ დღის მანძილზე? რა თქმა უნდა, ვარჯიშობთ ერთხელ, როგორც იცით, აი ამ challenge-ის შექმნის დროს ერთ-ერთი მიზანი მქონდა ის, რომ გამეთვალა ისეთ ადამიანებზე, ვისაც აქვთ დროის დეფიციტი. მე თუ გავაკეთებდი საათნახევრი ან 2 საათიან ვარჯიშებს, აი ზუსტად გეტყვით, გარანტიას გაძლევთ, რომ იმის ნახევრის ნახევარი არ ჩაერთვებოდა, ვინც ახლა არის ამ challenge-ში ჩართული, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამხელა დროის გამონახვა ყოველდღიურად. ამიტომ სწორედ ამიტომ გავაკეთე მოკლე ვარჯიშები, რომ დროის დეფიციტი ვისაც აქვს, მარტივად შეასრულოს ყოველდღიურად. ვისაც მაგალითად არ გყოფნით ეს 15-20 წუთი დღეში და უფრო მეტი გინდათ, შეგიძლიათ ვარჯიშები გააკეთოთ 2-ჯერ, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ჩემ და გასაკვირად საკმაოდ ხშირად შემოვიდა კითხვა, თუ რამდენ გამეორებას ვაკეთებ, თუ ანუ რაღაცა კონკრეტულ ვარჯიშს რო ვაკეთებ ვიდეოში, ზოგიერთ გოგონას ეგონა, რომ იქ უნდა დაესტოპებინათ ვიდეო და ეს კონკრეტული ვარჯიში 3-4ჯერ კიდე სეტებად უნდა გაეკეთებინათ. ეს ასე არ არის, სეტებს, გამეორებებს, დროს, არაფერს თქვენ არ ითვლით, ეს არის უკვე გამზადებული ვარჯიში, რომელიც არის ჩაწერილი და ყველაფერს აკეთებთ ჩემთან ერთად. რა ინვენტარი გვჭირდება? გვჭირდება სავარჯიშო მატი, 2 ცალი 1.5 კილოგრამიანი ჰანტელი, ან 2 ცალი 1.5 ლიტრიანი ბოთლი. თუ ჰანტელები გაქვთ ხო კარგი, თუ არა და გამოიყენეთ ბოთლები. მე თვითონაც ვიდეოებში ნახავთ, რომ ბოთლები მაქვს გამოყენებული, როდესაც ვიყავი სოფელში და ჰანტელები არ მქონდა, შესაბამისად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. კიდევ გვჭირდება 1 ცალი 5 კილოგრამიანი ჰანტელი, ან 1 ცალი 5 ან 6 litrიანი წყლის ბოთლი. ჰანტელი არ მქონდა 5 კილოგრამიანი, შესაბამისად ჩვეულებრივ წყლის ჭურჭელი მაქვს გამოყენებული. ასევე დაგვრჩირდება სავარჯიშო რეზინი, მე გამოყენებული მაქვს სიმძლავრე X-Heavy. თუ თქვენთვის ეს იქნება რთული, შეგიძლიათ შედარებით დაბალი სიმძლავრით იყიდოთ. სად შევიძინოთ ეს ინვენტარი? პირველ რიგში შეგიძლიათ მოიძიოთ სპორტულ მაღაზიებში, ყველგან არის ხოლმე, აი მაგალითად არის Lilo-ში, არის Dinamo-ზე სპორტულ მაღაზიებში, თუმცა თუ გამოწერებთან ასე თუ ისე მეგობრობთ, Temu-ზეც არის, Shein-ზეც არის, Amazon-ზეც არის, აბსოლუტურად ნებისმიერი საიტიდან შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ. თუ ქართული საიტებიდან გიდათ, აქაც არ არის პრობლემა, უბრალოდ სავარჯიშო რეზინით ჩაწერეთ, ამოგიგდებს და შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ. შემდეგი კითხვა არის, სავალდებულოა თუ არა კვების დაცვა? პირველ რიგში გეტყვით, რომ არ არის სავალდებულო, ეს არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ დამოუკიდებლად და შესაბამისად მე ვერანაირად ვერ დაგავალდებულებ. თუმცა ტყუილი იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ თუ კვებას არ დაიცავთ, მაინც იდეალური შედეგი გექნებათ. აუცილებელია რომ ყველამ გავიაზროთ ერთი რაღაცა. რაღაცა კონკრეტული შედეგის მიღება რო გვინდა, იქნება ეს წონაში კლება თუ წონაში მატება, მხოლოდ ვარჯიშ
ვარჯიში ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი, გამორიცხეთ ეგეთი რაღაცა, აუცილებელია კვებით ხელშეწყობა. ნახეთ, როგორ შეიძლება ჩელენჯის გამოყენება. თუ ჩელენჯის გამოყენება გინდათ იმისთვის, რომ დაიკლოთ წონაში, ჩელენჯის ვარჯიშებთან ერთად აუცილებლად უნდა შექმნათ კალორიული დეფიციტი. თუ ამ ჩელენჯის გამოყენება გინდათ იმისთვის, რომ მოიმატოთ წონაში, აი ამ ჩელენჯის ვარჯიშებთან ერთად აუცილებელია, რომ შექმნათ კალორიული პრეფიციტი. სხვადასხვა ჩელენჯის გაკეთებამდე ბევრად უფრო სხვანაირი მოლოდინები მქონდა. მე მეგონა, რომ ჩვენ ყველამ უკვე ვიცით იმის შესახებ, რომ არ არსებობს წონაში მოსამატებელი და წონაში დასაკლები ვარჯიშები. თუმცა ისეთი კომენტარები დაიწერა, რომ მე მივხვდი, რომ ჯერ ეს კიდევ არის პრობლემა და ჯერ როგორც მითები, ისე არსებობს ჩვენ საზოგადოებაში. ამიტომ იქნებ ეს ვიდეო მაინც გახდეს იმის მიზეზი, რომ ეს მითები აღმოვხრათ და მე პირადად გეუბნებით 100% პასუხისმგებლობით არ არსებობს წონაში მოსამატებელი ან წონაში დასაკლები ვარჯიშები. ესეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს ვარჯიში, რომელსაც გააკეთებთ და დაიკლებთ წონაში, არც ერთი ვარჯიში არ არის ეგეთი და არ არსებობს ვარჯიში, რომელსაც გააკეთებთ და მოიმატებთ წონაში. არც ერთი ვარჯიში არ არის მასეთი. ყველაფერს აკეთებს კვება. თუ შექმნით კალორიულ დეფიციტს, დაიკლებთ, თუ შექმნით კალორიულ პრეფიციტს, მოიმატებთ. ეხლა შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ თუ მაინც ყველაფერი არის დეფიციტზე და პრეფიციტზე, მაშინ ვარჯიში რა საჭიროა. ნახეთ, როგორ არის ახლა ვარჯიში სად შემოდის. პირველ რიგში, რომ ჯანმრთელობაა და უამრავ დადებითს რო აკეთებს ჩვენს ორგანიზმში, ეს გასაგებია, მაგრამ აი უშუალოდ ამ ამბავში, ხო? თუ ჩვენ მხოლოდ კალორიული დეფიციტის ხარჯზე დავიკლებთ, ვერ მივიღებთ სასურველ ფორმებს. ანუ ის სხეული ვერ იქნება ტონუსში, ვერ იქნება გამკვრივებული და თქვენ ვერ მიიღებთ იმ ფორმას, რასაც პირობითად ხედავთ ნავარჯიშები ადამიანის სხეულზე. თუ მოიმატებთ კალორიული პრეფიციტით ვარჯიშის გარეშე, ასევე ვერ მიიღებთ იმ ფორმას, რომელსაც დაინახავთ ნავარჯიშები ადამიანის სხეულზე, ვინც ვარჯიშით და კვებით მოიმატა. ამიტომ ვარჯიში და კვება ერთად იმიტომ მუშაობს იდეალურად, რომ თან იღებს სასურველ შედეგს სასწორზე პირობითად, ხო? ან ცხიმის კლების, ან ცხიმის მატების ამბავში და თან იღებ სასურველ ფორმებს. თუ ამ ყველაფერს გააკეთებ ვარჯიშის გარეშე, შეიძლება მიიღო შედეგი, აი, გინდა მაგალითად 10 კილოს მომატება ან 10 კილოს დაკლება, კვებით ეგ ორივე შესაძლებელია, მომატებაც და დაკლებაც, მაგრამ ფორმა რამდენად იქნება შენთვის სასურველი, აი მად არის ზუსტად საქმე, ხო? შეიძლება დაიკლო, მაგრამ სხეულის ფორმა არ მოგეწონოს. შეიძლება მოიმატო, მაგრამ ისეთ ადგილებში მოიმატო, რომ საერთოდ არ მოგეწონოს. ამიტომ ვარჯიშის როლი ზუსტად მანდ არის, რომ თან მოიმატებ, თან დაიკლებ, მაგრამ მიიღებ სასურველ ფორმებს. ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ აღმოვხრათ ნელ-ნელა ეს ტერმინები, იმიტომ რომ ეს არის მარკეტინგული ხრიკი, არ არსებობს წონაში დასაკლები და წონაში მოსამატებელი ვარჯიშები, ყველაფერს აკეთებს კვება ვარჯიშთან კომბინაციით. ამიტომ სწორედ აქ მინდა დაინახოთ ჩელენჯის როლიც, რომ ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ შექმნით კალორიულ დეფიციტს, დაიკლებთ, თუ შექმნით პრეფიციტს, მოიმატებთ. მოკლედ, საუკეთესო შედეგისთვის, სანამ დაიწყებთ ჩელენჯს, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ რა არის მიზანი, მომატება გვინდა პირობითად, დაკლება გვინდა თუ რა გვინდა და შემდგომ უნდა შედგეს შესაბამისი კვების პროგრამა და იმის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოთ. თქვენ იცით, რომ ამ კვების პროგრამებს ვადგენ მე, შესაბამისად თუ გინდათ, რომ თქვენს მიზანზე მორგებული კვება შევადგინო, უნდა დამიკავშირდეთ Instagram-ზე ან Facebook-ზე, სადაც გინდათ, პირად შეტყობინებებში. აქვე ჩემს კვების პროგრამებზეც გეტყვით 1-2 სიტყვას. მოკლედ, ყოველთვის მაქვს ხოლმე მიზანი, რომ ეს კვების პროგრამები იყოს ძალიან მრავალფეროვანი. იმიტომ რომ რო ჩამეწერა პირობითად ყოველდღიურად ბრინჯი ფილე, ვიცი რომ შეიძლება 1 კვირა ან მაქსიმუმ 2 კვირა შეძლოთ ეგ და მე ჩვეულებრივ მიანებებთ თავს და აღარ გექნებათ არაფრის мотиваცია და შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე თქვენი მიზნის გათვალისწინებით ისეთი მრავალფეროვანი კვება შევადგინო, რომელიც არ მოგბეზრდებათ, არამედ პირიქით ინტერესით მოამზადებთ პირობითად ეგეთ საკვებს, გემრიელად მიირთმევთ და სტრესულიც არ იქნება. უკვე ვიღებ ხოლმე ფიდბექებს სხვადასხვა იმ გოგონებისგან, ვისაც უკვე ეს პროგრამები შევუდგინე და ყოველთვის პოზიტიური ფიდბექებია, რაც ძალიან მახარებს. ესე იგი, რაც მქონდა ჩანაფიქრი და გათვლა, ის იდეალურად შესრულდა. არის საინტერესო, არის მრავალფეროვანი და არ არის უგემური. ამიტომ ხო, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს არის უმნიშვნელო ამბავი. მე აქ პირობითად შემიძლია მოგიყვანოთ ჩემი თავით, როგორც მაგალითი. თქვენ იცით, რომ მე საკმაოდ ინტენსიურად ვარჯიშობ, წონებითაც ვარჯიშობ დარბაზში და შემდგომ სხეულის წონითაც ვიტვირთები ხოლმე. მოკლედ, საკმაოდ მრავალფეროვანი სავარჯიშო
პროგრამა მაქვს. მიუხედავად ამისა, როგორც კი მე ავურევ ხოლმე კვებას და მაქვს ბევრი დარღვევის დღე, როგორც კი ეგ ამბავი ხდება, მაშინვე მეტყობა ფორმაზე და მაშინვე ვიწყებ კილოგრამების მომატებას. ადრე ვუთხარი ეს ჩემს მოსწავლეს და ძალიან გაუკვირდა ესეთი რაღაცა მითხრა, რომ იმდენს ვარჯიშობო, რომ მე მეგონა რომ შენ რაც არ უნდა გეჭამა, მაინც ოკეი იყო შენთვისო, იმიტომ რომ ნუ ვარჯიშობო და ეგრე არ ხდება. რამდენსაც არ უნდა ვარჯიშობდე და როგორც არ უნდა იტვირთებოდე, თუ კვება გექნება უყურადღებოდ, ის შედეგი ვერ დადგება. მე არ მაქვს ის გენეტიკა, ხო იცით ადამიანები რო არიან ხოლმე, ძალიან გამხდრები რო არიან და უამრავ საკვებს რო ჭამენ, უბრალოდ გენეტიკურად ყველა იმდენად გამხდარი ყავთ ოჯახში, რომ ისინი მაინც არ იმატებენ. აი მე ეს კატეგორია არ ვარ. ჩემს გვარში, ასე ვთქვათ, სულ არიან პუტკუჩები და მეც მიზის ეს, ასე ვთქვათ, გენეტიკაში, რომ როგორც კი გადავუხვევ კვებას, მაშინვე ჩემი ორგანიზმი იწყებს აი ამ ზედმეტი ცხიმის დაგროვებას და მაშინვე ვატყობ ხოლმე ამ ყველაფერს. ამიტომ ვერ მოგცემთ იმის იმედს, რომ თუ კვებას არ მიაქცევთ ყურადღებას, შედეგი მაინც დადგება. კვება არის უმნიშვნელოვანესი. შემდეგი კითხვა იყო ასეთი: აქვს თუ არა აზრი ვარჯიშს მაშინ, როცა კვებას ვერ იცავთ? სხვადასხვა რამდენიმე კომენტარი შემხვდა აი ამ ჩელენჯის ვიდეოებზე. გოგონები წერდნენ ესეთ რაღაცას, რომ აუ იცი რა არის, მე ძალიან მიჭირს კვების დაცვა და მაშინ რა აზრი აქვს ამ ჩელენჯს, ხო ეგ ხო მაინც მარტო კვებასთან ერთად მუშაობს. ნახეთ, კი ჩვენ ვისაუბრეთ კვების მნიშვნელობაზე, მაგრამ ეხლა მოგიყვანთ ძალიან მარტივ მაგალითს და თავად მიხვდებით, რომ ეს წინადადება უბრალოდ თავის მართლებაა. წარმოიდგინე, რომ დილით იყავი სწრაფი კვების ობიექტში, უკვე დილა საუზმე დაიწყე რაღაცა ძალიან კალორიულით, არ ვიცი, უამრავი სოუსით ჭამე ბურგერი, მერე კიდევ უზარმაზარი ფრი ჭამე, ერთი ბოთლი კოკა-კოლაც დააყოლე და ესე დაიწყო შენი დღე. თუმცა ამავე დღეს მოგვიანებით ივარჯიშე. აი ეს უფრო უარესია, თუ მეორე ამბავი. დილით ზუსტად იგივე საუზმე გქონდა, რაც პირველ დღეზე გითხარი, მაგრამ საღამოს არ ივარჯიშე. აი თქვენი აზრით, რომლით უფრო ავნებთ თქვენს ორგანიზმს? ანუ თან რო კვებას საერთოდ არ მიაქციო ყურადღება და თან კიდე პლუს რო არც ივარჯიშო, ეს უფრო უარესი გგონია, ვიდრე კვებას არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ ივარჯიშო? ხო, ამიტომ მე ეს კომენტარი, რაც ხშირად დაიწერა, რომ მაინც ვერ ვაქცევ კვებას ყურადღებას და რა აზრი აქვს, მგონია თქვენი მხრიდან თავის მართლება. და არ არის პრობლემა თუ თავის მართლება გინდათ, არც ეგ არის პრობლემა, ხო? მე უძლური ვარ ამ ამბავთან, კი ბატონო, როგორც გირჩევნიათ, მაგრამ ყოველთვის არის ვარჯიში უკეთესი. ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ რამდენ ხანში უნდა მივირთვათ საკვები? შეგიძლიათ საკვების მიღებიდან დაახლოებით 1 საათში, საათნახევარში ან 2 საათში ვარჯიშოთ და ვარჯიშის შემდეგ ესე განსაკუთრებული შეზღუდვა არ არსებობს. შეგიძლიათ მალევე მიირთვათ საკვები, შეგიძლიათ ცოტა მოგვიანებით მიირთვათ. აქ განსაკუთრებული წესები და კანონები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ არსებობს. თქვენს ორგანიზმს უნდა მოусმინოთ. აი მაგალითად უზმოზე ვარჯიში შეიძლება თუ არაო, ესეთი კითხვაც იყო შემოსული და აქაც ვიტყვი, ნახეთ, დარბაზში პირობითად მყოლია ძალიან ბევრი გოგონა პერსონალურ ვარჯიშებზე, ხო? კატეგორია ამ გოგონებისა ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც დარბაზში მოდის, მაშინ როდესაც უკვე საკვები მიღებული აქვს, დაახლოებით 1 საათის შემდეგ. მაგრამ ასევე მყავს კატეგორია, რომელიც დარბაზში მოდის უზმოზე და ეს მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია. შეამჩნევთ ალბათ, რომ ბევრჯერ მიწევს იმის თქმა, რომ არის ყველაფერი ინდივიდუალური, მაგრამ აი ფიზიკურად შეუძლებელია სხვანაირად ვერ მოგაწვდით აზრს. მართლა ყველაფერი ინდივიდუალურია. მე მაგალითად არ მსიამოვნებს უზმოზე ვარჯიში, ხო? თუ მსუბუქი ვარჯიში მაქვს ხოლმე, კი ბატონო, არანაირად პრობლემას არ მიქმნის, იმიტომ რომ ბევრი ენერგია თუ მაინც არ მჭირდება, არ არის პრობლემა, მაგრამ მე რო ვაკეთებ პირობითად საჯდომისა და ფეხების დღეს, თუ კარგად არ ვარ ნაჭამი და საკმარისი ცილა და ნახშირწყალი თუ არ მაქვს მიღებული, ვერ ავწევ იმ წონებს, რასაც წევ ხოლმე. ამიტომ ჩემთვის აუცილებელია, რომ საკვები მიღებული მქონდეს. თუმცა, როგორც გითხარით, მეორე კატეგორიაც არსებობს, ამიტომ გადაჭრით ვერ გეტყვით, რომელია თქვენ შემთხვევაში უკეთესი, ორივე სცადეთ, მოусმინეთ თქვენს სხეულს და თავად გეტყვით პასუხს. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვა. შეგვიძლია თუ არა ჩელენჯში ჩართვა ბარიატრიის გაკეთების შემდეგ, შობიარობის შემდეგ, ლაქტაციის დროს, ხერხემლის კონკრეტული პრობლემის დროს, მაგალითად სკოლიოზის, ლორდოზის, კიფოზის დროს, კონკრეტული ოპერაციის შემდეგ, კონკრეტული ტრაუმის შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ერთი ზოგადი პასუხი რომ გაგცეთ, რა თქმა უნდა უმჯობესია. როგორც ვისაუბრე შესავალში, ვარჯიში არის უმნიშვნელოვანესი. აბსოლუტურად ყველა ჩვენგანი უნდა ვარჯიშობდეთ, გოგონებიც და ბიჭებიც, ნებისმიერ ასაკში ყველანი უნდა ვარჯიშობდეთ. შესაბამისად, თუ ამ კუთხით მივუდგებით, კი, რა თქმა უნდა უკეთესია. თუნდაც ბარიატრიის შემდეგ, ნახეთ, მე რა გითხარით, ხო, როდესაც მარტო კვებითი შეზღუდვის ხარჯზე ხდება წონაში კლება, ვერ ვიღებთ ისეთ ფორმებს, როგორიც გვინდა. აი, სწორედ აქ შემოდის მეთქი, გითხარით ვარჯიშის როლი. ბარიატრიის შემდგომ ხშირად არის ხოლმე ეს პირობითად პრობლემა, რომ ფორმა არ არის ხოლმე ისეთი, როგორიც უნდა თვითონ ამ ადამიანს. შესაბამისად, აი ამ მომენტში იწყებენ ხოლმე ზუსტად ვარჯიშს, დარბაზში იწყებენ
სიარულ, სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას, რომ იმ დაკლებულ წონაზე მიიღონ ის ფორმები, რაც უნდათ. შესაბამისად, თუ ბარიატრიაზე ან ნებისმიერ ჩამოთვლილ მდგომარეობაზე მეკითხებით ზოგად რეკომენდაციას, მე როგორც მწვრთნელი გეტყვით, რომ კი, მაგრამ ესე გადაჭრით ამისი თქმის უფლება არ მაქვს. იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ შეიძლება ესეთი რაღაცა, რომ თქვენ მომწეროთ მე ზოგადი ინფორმაცია და მე დასკვნის სახით გადაჭრით გითხრათ, რომ კი, აბა რა, უნდა ივარჯიშო, იმიტომ რომ ვარჯიში ძალიან კარგია ამისთვის. არ შეიძლება ეს. ეს პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს პირად ექიმს, რომელმაც ზუსტად იცის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მან უნდა მოგცეთ რეკომენდაცია. ამიტომ კი მე ზოგადად გეუბნებით, რომ ძალიან კარგია და ყველასთვის კარგია, იმიტომ რომ სიცოცხლე არის მოძრაობაში, მაგრამ არ შეიძლება რომ მხოლოდ ამ ჩემს სიტყვაზე დაყრდნობით მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება. აუცილებლად თქვენმა ექიმმა, რომელმაც იცის თქვენი მდგომარეობა ზუსტად და შეფასებული აქვს, მან მოგცეთ ეს რეკომენდაცია. შემდეგი კითხვა არის, შეიძლება თუ არა მენსტრუაციის დროს ვარჯიში. რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა აქაც მე ვერ დაგავალდებულებთ, რომ აი, შენ რო ეხა მუცელი ასე ძალიან გტკივა, არ მაინტერესებს, ადექი დაივარჯიშე. თქვენს სხეულს მოусმინეთ, თუ არის იმ განწყობაზე, რომ ივარჯიშოთ, თუ გაქვთ საკმარისი ენერგია, კი ბატონო. თუ იმ დღეს იმდენად სუდად ხართ, რომ არავის დანახვა არ გინდათ, არაფრის გაგონება არ გინდათ და მხოლოდ საწოლში წოლა და ჩაის დალევა გინდათ, კი ბატონო, არ არის აუცილებელი, რომ დავსტრესოთ ჩვენი ორგანიზმი და არა, აი დღესაც გასაკეთებელი მაქვს, აუცილებლად არ არის ეს აუცილებელი, ხო? მიეცით თქვენს თავს განტვირთვის საშუალება. ამიტომ ზოგადად შეიძლება, მაგრამ თქვენ როგორც გირჩევნიათ. შეიძლება თუ არა PMS-ის დროს ვარჯიში. დიახ, შეიძლება. კიდევ იყო ესეთი კითხვა შემოსული. ყოველდღიური ვარჯიში შეიძლება? ყველა გვირჩევს, რომ ორჯერ ან სამჯერ ვივარჯიშოთ კვირაშიო. ეს რჩევა უფრო მეტად არის ხოლმე გათვლილი დარბაზზე, ხო? აი, მაგალითად დღეს თუ წავედი მე დარბაზში და 1 საათი ძალიან მძიმედ გავაკეთე ფეხის ვარჯიშები, ხვალაც რო წავიდე და ისევ 1 საათი ისევ ძალიან მძიმედ რო გავაკეთო ფეხის ვარჯიშები, ასე ვერავნაირ პროგრესს ვერ ვნახავ, ვერც წინ ვერ წავალ, ვერაფერი ვერ გამოვა, ხო? მაგრამ ეს ვარჯიშები ისე მაქვს მე გადანაწილებული, რომ დღეს რასაც გაკეთებინებთ, ხვალ იგივე არ მეორდება. ხვალ რასაც გაგაკეთებინებთ, ზეგ იგივე არ მეორდება. ანუ ძალიან აი სტრუქტურიზებულად შექმნილი არის ეს პროგრამა, 7 დღეზე მაქვს დანაწილებული და როგორც გითხარით, არც ერთი სხეულის ნაწილი არ მაქვს გამოტოვებული. ისე მაქვს დალაგებული, რომ ამან იმას ხელი არ შეუშალოს, იმან იმას და ასე შემდეგ. ამიტომ მაგის შიში ნუ გექნებათ, რომ ყოველდღიურად რო ვარჯიშობ, ორგანიზმი ხო არ გადაიწვება. ეს არ არის ვარჯიშები, რომელიც გადაგიწვავთ ორგანიზმს. შეზღუდულია თუ არა ასაკი? კი ბატონო, შეზღუდულია. ეს არ არის საბავშვო ჩელენჯი. შეიძლება ბავშვმა გააკეთოს ისეთი მოძრაობა, რომ რაღაცა დაიზიანოს, ამიტომ მშობლებთან მექნება თხოვნა, რომ ეს არ არის ბავშვებისთვის და გთხოვთ თუ შეამჩნევთ, რომ აკეთებენ, უბრალოდ მოარიდეთ. დაახლოებით 15-16 წლის ასაკიდან უკვე შეგიძლიათ, რომ დაიწყოთ. ჩელენჯი მხოლოდ გოგონებისთვისაა? კი ბატონო, ჩელენჯი არის მხოლოდ გოგონებისთვის. მაქვს ჩვენს ანატომიაზე მორგებული, ჩვენ რა გვჭირდება, არის თავიდან ბოლომდე გოგონებზე გათვლილი. ნორმალურია თუ არა კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი ვარჯიშის შემდეგ. ალბათ ყველამ ვინც დაიწყეთ, პირველი რამდენიმე დღე გაატარეთ ტანჯვაში, იმიტომ რომ განსაკუთრებით პირველ დღეებში იცის ხოლმე ეს ტკივილები. კი ნორმალურია, იმიტომ რომ აქამდე რომ დატვირთვას არ იყო ჩვენი სხეული მიჩვეული, რა თქმა უნდა გააპროტესტებს და ის ტკივილი ექნება, თუმცა დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ ეს ტკივილები ალაგდება. ყველაზე ხშირად როგორც ხდება ხოლმე, დაახლოებით 1 კვირაში უკვე აღარ აქვთ ხოლმე ეს ტკივილები. მე მაქსიმალურად ისე გავაკეთე, რომ სულ ახალ-ახალი მოძრაობები შემომეტანა, ახალ-ახალი პატარ-პატარა კუნთები გამეღვიძებინა თქვენი სხეულის და სულ პატარ-პატარა ტკივილები შეიძლება გქონდეთ ხოლმე, მაგრამ აი ეს მძაფრი ტკივილი რაც არის, აი რო ვერ ჯდები და რო ვერ წვები და რო ვერ ადიხარ კიბეზე, ეს გექნება დაახლოებით პირველი 1 კვირა. არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული თარიღი ჩელენჯის დასაწყებად? არა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, როცა თქვენ გაგიხარდებათ, როცა ამას გადაწყვეტთ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ რომ დაიწყოთ. კიდევ რა შეზღუდვები არსებობს ჩელენჯის ფარგლებში? ზოგადად 75 დღიან ჩელენჯს ბევრი შეზღუდვა აქვს. მე ახლა ამას ჩამოგითვლით. არ სვამთ ალკოჰოლს 75 დღის მანძილზე. არ ეწევით სიგარეტს, ვეიპს, ნარკოტიკულ საშუალებებს 75 დღის მანძილზე. ასევე არ სვამთ გაზიან სასმელებს. არ ჭამთ სწრაფი კვების ობიექტებში. ეს ყველაფერი რაც ჩამოგითვალეთ ამ ჩელენჯის ნაწილია ზოგადად, როგორც იცით, ეს თვითონ 75 რიცხვი ჩემი მოფიქრებული არ არის. არსებობს ესეთი ჩელენჯი, ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ხოლმე. უბრალოდ მე რაც გავაკეთე არის ის, რომ ამ 75 დღის მანძილზე რა ვარჯიშებიც უნდა გეკეთებინათ, ყველაფერი ჩავწერეთ, თორე თვითონ როგორც ჩელენჯი 75 დღიანი უკვე არსებობს. და ნუ აი ამ ყველაფერს მოიცავს, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. თუ გინდათ გაართულეთ და აი ასეთი შეზღუდვები დაუწესეთ თქვენ
თქვენ თავს, თუ გინდათ არ გაართულოთ. რამდენ ხანში გვექნება შედეგი? ეს არის ასევე ძალიან გავრცელებული შეკითხვა, არა მხოლოდ აი ამ ჩელენჯის ფარგლებში, არამედ ისედაც, თუნდაც დარბაზში, თუნდაც სტუდიაში, ყველგან, როდესაც მოდიან ხოლმე, პირველი მაგას მეკითხებიან, რამდენ ხანში გვექნება შედეგი და არასდროს არ მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი და აი აქაც ვერ მექნება ფიზიკურად, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანის სხეული იმდენად განსხვავებულია და იმდენად განსხვავებული გენეტიკა გვაქვს, იმდენად ინდივიდუალურად რეაგირებთ სხვადასხვა რამეზე, აი თუნდაც საკვებზე, თუნდაც ვარჯიშზე, ნებისმიერ რაღაცაზე, რომ მე კი არა, ვერავინ ვერ გეტყვით, როდის გექნებათ შედეგი. უნდა დააკვირდეთ თქვენ თავს, ყოლია გოგონები, რომლებიც ორ კვირაში მეუბნებიან ამას, ერთ თვეში, ისეთებიც ყოლია, რომელიც ერთი თვის მერე მეუბნება, რომ აი ვერაფერს ვერ ვამჩნევ, აი ჩემი მეგობრები და ჩემი ახლობლები კი მეუბნებიან, მაგრამ მე საერთოდ ვერაფერს ვერ ვამჩნევ. ანუ თქვენ რო გაიგოთ, რომელი კატეგორია ხართ პირობითად, უფრო სწრაფად გეტყობათ შედეგი თუ უფრო ნელა, ადექით, სანამ დაიწყებთ ამ ჩელენჯს, აუცილებლად გადაიღეთ ფოტოები, წინიდანაც, გვერდიდანაც, უკნიდანაც, ყველა მხრიდან გადაუღეთ თქვენს სხეულს. ასევე თუ გაქვთ სანტიმეტრების საზომი, აუცილებლად გაიზომეთ ფეხები, საჯდომი, მუცლის გარშემოწერილობა, ხელები, მკერდი, ყველაფერი გაიზომეთ, მოინიშნეთ. მერე პირობითად ერთი თვე რო გავა, შეგიძლიათ თავიდან აიღოთ ეს მონაცემები, თავიდან გადაიღოთ ფოტოები და იქ ნახავთ, როგორ შეიცვალა თქვენი სხეულის ფორმები. ფოტოებზეც გამოჩნდება, მაგრამ მე აუცილებლად გირჩევთ, რომ სანტიმეტრებით გაიზომოთ, იმიტომ რომ ხანდახან ფოტოებზე არ ჩანს ხოლმე, მაგრამ სანტიმეტრებზე იმხელა სხვაობებს ხედავთ ხოლმე, რომ გოგონები თვითონაც შოკში არიან ხოლმე. შველის თუ არა ჩელენჯი მშობიარობის შემდეგ დარჩენილ მუცელს, ბარიატრიის შემდეგ დარჩენილ მოდუნებულ კანს, საკეისროს შემდეგ დარჩენილ მუცელს. ყველა ჩამოთვლილ კითხვაზე პასუხი არის ზუსტად იგივე, რაც ვისაუბრეთ აქამდე. თითოეული ჩვენგანის სხეული არის ინდივიდუალური და ვიღაცამ შეიძლება მშობიარობის შემდეგ დარჩენილი მუცელი არ ვიცი რამდენიმე თვეში მოიშოროს და ვიღაცას შეიძლება ამისთვის დაჭირდეს რამდენიმე წელი. სამწუხაროა, რომ ასე არათანაბრად არის გადანაწილებული და ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ძალიან მარტივად ხდება ეს ამბავი და ზოგიერთ ადამიანს ძალიან უჭირს, მაგრამ რას ვიზამ? გენეტიკა არის, ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამაზე და შესაბამისად თქვენ უნდა იპოვოთ, როგორ მოხდება თქვენს შემთხვევაში. აკრობს თუ არა ჩელენჯი ცელულით. ცელულიტი ნახეთ ძირითადად რა დროს ქრება. როდესაც ვარჯიშობთ, როდესაც ჯანსაღად იკვებებით და კარგი რაოდენობით იღებთ წყალს. ასევე ნაკლებად უნდა იყოს სტრესი თქვენს ცხოვრებაში და ძილით დაბალანსირებული უნდა იყოს. თუმცა აქაც ინდივიდუალურია ეს ამბავი, გქონია შემთხვევები, რომ აი ორ თვეში საგრძნობლად აღარ ეტყობოდა უკვე გოგონას ეს ცელულიტი, გქონია შემთხვევები, რომ უფრო მეტი დრო მოითხოვა. ამიტომ ფიზიკურად ვერ გეტყვით, რამდენიმე თვე დასჭირდება თქვენ შემთხვევაში თუ მთელი წელი, მაგრამ ზოგადად, როდესაც ეს ყველაფერი არის ხოლმე წესრიგში, ცელულიტი იწყებს ალაგებას. წაიშლება თუ არა ეს ვიდეოები? ეს კითხვა არ ვიცი, ეს კითხვა ცოტა შეურაცხყოფადაც კი მივიღე, იმიტომ რომ ნახეთ, სანამ ვიდეოების ჩაწერას დავიწყებდი, მანამდე დაახლოებით 2 თვე-ნახევარი ესე, ვიჯექი ლეპტოპთან, შექმნილი მქონდა უზარმაზარი ცხრილი, რომელსაც ჰქონდა 75 ესეთი კუბიკი და აი ეს კანონზომიერებები მქონდა დასმული, რომლის მიხედვითაც ვარჯიშები არ უნდა გამეორდეს, ამის მერე ის არ უნდა იყოს, ამის მერე ის უნდა იყოს და ასე შემდეგ, ანუ მთელი სქემა მქონდა. პლუს აქეთ კიდე რვეული მედორო, სადაც ვჯღაპნიდი ამ რაღაცებს და მოკლედ აი რაღაცა ფორმულებს ვითვლით. ეს იყო ურთულესი ამბავი. მერე როდესაც დავიწყე ვარჯიშების ჩაწერა, აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაზე რთული პროექტი იყო, რაც კიდევ მე გამიკეთებია, იმიტომ რომ ვიყავი დროში შეზღუდული. ვარჯიშის ჩაწერაც უნდა მომესწრო და ეს არ იყო მარტივი პროცესი. ჯერ უნდა გამონახო დრო, რო წახვიდე სტუდია, მოაწესრიგო, ყველაფერი განათება ის, ყველაფერი მწყობრში იყოს. მერე ეს შტატივი ზუსტ ადგილას, ორივე ტელეფონი ბოლომდე დატენილი, ყველაფერი მზადყოფნაში. ჩაწერო ეს ვიდეო, წამოხვიდე, მერე კიდე თანხო სამსახური გაქვს, სახლის საქმეები, 1000 პასუხისმგებლობა და იმავე დღეს როგორღაც უნდა მოახერხო, ეს ვარჯიში დააედითო, მუსიკები, წამზომი, ყველაფერი დაადო და ატვირთო. აი, ურთულესი ამბავი იყო, მართლა არ ვიცი, ამაზე რთული რამე თუ გამიკეთებია. მე მაქვს საკმაოდ დიდი პროექტები, გაკეთებული 2 პროექტი, რაც ასევე დაახლოებით იგივე სირთულის იყო. ერთი იყო სახლში სავარჯიშო პროგრამა და ერთი იყო დარბაზის პროგრამა. ერთი, რომელიც ეს არის დარბაზში სავარჯიშო პროგრამა, ითვალისწინებს დარბაზში ვარჯიშს, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტრენაჟორები, რა არის მერე უნდა გავაკეთოთ, რამდენი მისვლა და ასე შემდეგ და ამ ვიდეოებში ვლაპარაკობ. შესაბამისად, უბრალოდ ენით ვერ აგიხსერთ, რამდენი ხანი ვაკეთებდი მაგ პროგრამას და მეორე არის სახლში სავარჯიშო პროგრამა, იქაც ვლაპარაკობ და
იქაც არ ვიცი, მე მგონი 8 თუ 9 თვე ვაკეთებდი მაგ ყველაფერს და მიუხედავად იმისა, რომ იმ პროგრამებს ბევრად უფრო მეტი დრო დასჭირდათ, ეს მაინც ბევრად უფრო რთული იყო. ამაზე 5 თვე დამჭირდა, მაგრამ ყოველდღიურად ისეთ რეჟიმში ვიყავი და იმდენს ვამუშაობდი და იმდენს ვმუშაობდი, screen time-ი მქონდა, მე მგონი 11 საათი, წარმოიდგინეთ, 11 საათი. ხო და იმდენი შრომა არის ჩადებული და იმდენი მაქვს ნაწვალები, რომ არ არსებობს მე ეს ვარჯიშები ოდესმე წავშალო, ან ოდესმე ფასიანი გავხადო. ყოველთვის იქნება უფასო, ყოველთვის იქნება ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი და დაიწყეთ და გააკეთეთ რამდენჯერაც გინდათ. აქვე ბოლო კითხვა, რაც იყო ხოლმე შემოსული, რატო არ საუბრობ ამ ვიდეოებშიო და აი დამიჯერეთ, რომ მესაუბრა, საერთოდ ვერ გავაკეთებდი, იმიტომ რომ არ ვსაუბრობდი და უამრავი დრო და ენერგია წამართვა და რომ მესაუბრა, ალბათ 3 დღეს გავაკეთებდი და რომ მივხვდებოდი, რომ ვაიმე ჭკუიდან გადავდივარ, შევეშვებოდი და დავანებებდი თავს და ამიტომ აი ფიზიკურად შეუძლებელი იყო ხალხო, რომ ამ ვიდეოებში მესაუბრა, თუმცა თუ ასე ძალიან მოგწონთ თქვენ ჩემი ხმა და ასეთი მონდომებულები ხართ, რომ მაინც და მაინც ჩემს ხმას უსმინოთ, როგორც გითხარით და ვახსენე, სახლის პროგრამაც მაქვს, სადაც ვსაუბრობ და ისევ ხსნი ვარჯიშებს და დარბაზის პროგრამაც მაქვს, სადაც ანალოგიურად დარბაზში ვდგავარ, მიკროფონი მაქვს და ვსაუბრობ, რომელი ტრენაჟორი როგორ უნდა გამოვიყენოთ, რა არის შემდეგ გავაკეთოთ და იქაც დღეების მიხედვით მაქვს ესე ვარჯიშები, ანუ განაუბრალოდ ხსნი, პირობითად ეს ტრენაჟორი და მე ხანიკით გააკეთე ხანაკეთ. არა, რომელ დღეს რომელ ტრენაჟორებს ვაკეთებთ, რა რაოდენობით, რა გამეორებით, რა წონით, ყველაფერი მაქვს დეტალურად ახსნილი. ამიტომ თუ მაინც და მაინც თქვენ გინდათ ჩემი ხმის მოსმენა, ცოდეთ რომ ეგ შესაძლებლობაც არსებობს. ხო, კიდე ერთი ესეთი კითხვა იყო, რომ მოვრჩებით ამ ჩელენჯს, შეგვიძლია თუ არა, რომ თავიდან დავიწყოთ და რა თქმა უნდა, მეგობრებო, რამდენჯერაც გაგიხარდებათ, რამდენჯერაც მოგესურვებათ, არანაირი შეზღუდვა და არანაირი პრობლემა არ არსებობს. სანამ დაგემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს Facebook-ზე ჯგუფი, სადაც საკმაოდ ბევრი გოგონა არის ერთად უკვე და იქ ვაზიარებთ შედეგებს, ვის რა პროგრესი აქვს, ვინ მე რამდენი დღეზეა, როგორ გაუჭირდა თავიდან და ასე შემდეგ. ამ ჯგუფის ლინკს ხშირად ვერ ნახულობენ ხოლმე, ამიტომ მე ამ ვიდეოს აღწერაში პირდაპირ აი პირველივე ხაზზე ამ ჯგუფის ლინკს ჩავსვამ, დააკოპირეთ ეგ ლინკი და პირდაპირ ამოგიგდებთ Facebook-ზე ამ ჯგუფს. აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და თუ უკვე არ ხართ ჩემი გამომწერი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა რომ მიყურეთ, იმედი მაქვს რომ ამომწურავად ვისაუბრე. თუ უკვე ჩართულები ხართ ჩელენჯში, აუცილებლად დაგვიწერეთ, რა ცვლილებები მოიტანა ამ ყველაფერმა თქვენს ცხოვრებაში, რა დადებით ეფექტებს ხედავთ და გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებები. კიდევ ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.